გამარჯობათ, კაი ხალხო, როგორ ხართ? ნუ როგორც ფაქტია, უკვე 90% საქართველოში არის ძალიან გაბოროტებული, დაბოღმილი, აღარ იციან სად დაამტყინონ ეს ბოღმა და უშვებენ უცხო ადამიანებზე, რა თქმა უნდა, ვინც თვალში მოხვდებათ, ვინც იტყვის სიმართლეს, რადგან სიმართლე ყოველთვის მწარე იყო და მწარე და ხვდებათ, სადაც ისინი თავიანთ თავებს ამოიცნობენ. ხალხი, რომელსაც აზრის გამოტანის უნარი არ გააჩნიათ, გაუნათლებლები, ნუ ეგეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკო. საქართველოში კიდე უმრავლესობა ისეთია, რაც არ უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის ცუც კტენიან, ყოველთვის ცუც გაბრალებენ, ნუ დაბრალება ყოველთვის ძალიან მარტივი იყო და იქნება სიმართლე ბევრს ეწვის, როდესაც თავიანთ თავებს ამოიცნობენ. წარმატებები ზომბებო, ილანძღეთ. ხო და კიდევ ერთს დავამატებდი, სიხარულს და მწუხარებას ძალიან გვანან ერთმანეთს, რადგან ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას. იცოდე რა არის სამართლიანი, გრძნობდე რა არის მშვენიერი. გსურდეს, რაც კარგია. ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი. სიმართლეს ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ძალიან ცოტა დამცველი. აი ეს არის პრობლემა.